სანამ სადმე წავალ, ყოველთვის ვცდილობ კარგად გამოვიკვლიო იქაურობა. რისი გაკეთება მინდა? როგორი ამინდია მოსალოდნელი? არის თუ არა შანსი, რომ ვულკანი ამოიფრქვეს? ეს ახლა ხუმრობად ჟღერს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ადექი და დაგეგმე მაგალითად დასვენება მთა რაინერის ეროვნულ პარკში, შეიძლება გამოგრჩეს, რომ თვითონ მთა არის ვულკანი. და მიუხედავად იმისა, რომ 100 წელია არ ამოფრქვეულა და მეტი, ამის პოტენციალი მაინც აქვს. ვულკანები ბუნებრივი საშიშროების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებს და საზოგადოებას. ბუნებრივი საშიშროებები შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს საცხოვრებელ ადგილსაც კი. თუმცა მეცნიერები გვეხმარებიან, რომ უკეთ გვესმოდეს ჩვენ გარშემო რა პოტენციური რისკები არსებობს. ასე საზოგადოება უფრო მომზადებულია. განსხვავებულ ადგილებში განსხვავებული ბუნებრივი საშიშროებებია ადგილობრივი გეოგრაფიული ან ატმოსფერული პირობების გამო. მაგალითად, ღია ვაკეზე ქარიშხალმა შეიძლება წარმოქმნას ტორნადო. ანალოგიურად ოკეანეზე ქარიშხალი შეიძლება გადაიზარდოს ციკლონად, როცა მიუახლოვდება სანაპიროს. ესენია ძირითადი ბუნებრივი საშიშროებები, რომლებსაც შეიძლება გადაეყარო თუ მაგალითად შუა ატლანტიკის რეგიონში ცხოვრობ. ზედმეტი წვიმა ან თოვლი, რა თქმა უნდა, საშიშია, მაგრამ მეცნიერები საკმაოდ კარგად პროგნოზირებენ ამინდს. მეტეოროლოგები ყველა სახის ტექნოლოგიას იყენებენ იმის დასადგენად, თუ სად და როდის შეიძლება წარმოიქმნას ქარიშხალი. ორბიტაზე მყოფი თანამგზავრები ღრუბლების ნიმუშების სურათებს იღებენ ზემოდან, ზედაპირზე არსებულ ამინდის სადგურებს შეუძლიათ გამოიყენონ დოპლერის რადარი, გაზომონ ელექტრომაგნიტური ტალღის ველები და დაადგინონ თუ რამდენად ძლიერად წვიმს ან ქრის ქარი იმავე ღრუბლებში. ისინი ამ ყველაფერს და სხვა მონაცემებს კომპიუტერულ მოდელებში იყენებენ, რაც მათ ეხმარებათ იმის პროგნოზირებაში, არის თუ არა ქარიშხალი საკმარისად ძლიერი, რომ იქცეს ბუნებრივ საშიშროებად. მაგალითად, ეს რუკა, ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაციის ამინდის პროგნოზირების ცენტრიდან აჩვენებს, სად შეიძლება იყოს მოსალოდნელი წვიმა, თოვლი და სად შეიძლება ქარიშხალი გახდეს იმდენად ძლიერი, რომ ადამიანებს შეუქმნას რისკები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი საშიშროებების პროგნოზირება ახლა უკეთ გამოგდის და დიდი წინსვლა გვაქვს, არსებობს ზოგიერთი მოვლენა, რომელიც ნაკლებად პროგნოზირებადია, რამაც შეიძლება გაართულოს მათთვის მზადება. დედამიწის გარე შრე შედგება დიდი მოძრავი ნაწილებისგან, რომლებსაც ეწოდება ტექტონიკური ფილები. ეს ფილები შეიძლება ერთმანეთს დაეჯახოს ან გაეხახუნოს და ასე წარმოქმნას სეისმური ტალღები. უმეტესად ჩვენ ამ ტექტონიკურ მოძრაობებს ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ მათი შეხების ადგილებში განსაკუთრებით ხშირია მიწისძვრები. მიწისძვრები განსაკუთრებით საშიში არის ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული, რადგან ზიანდება შენობები, გზები, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. და მიწისძვრები ხშირად დაკავშირებულია ვულკანურ აქტივობასთან, რადგან ვულკანები ხშირად გვხვდება ტექტონიკური ფილების საზღვრებთან და რღვევის ხაზებთან ახლოს. ფილების მოძრაობის შედეგად მაგმა როცა ამოდის ზედაპირზე, ვულკანიდან შეიძლება ამოიფრქვეს გაზის ან ფერფლის ნაკადი, ან გამდნარი ლავას მდინარე. ერთ ადგილას მიწისძვრამ შეიძლება წყლის დიდ მასებზეც კი მოახდინოს გავლენა იმდენად, რომ გამოიწვიოს ცუნამი, უზარმაზარი და ძლიერი ტალღა, რომელიც წარმოიქმნება სანაპირო ზოლზე. ცუნამებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც ადგილობრივ რეგიონზე, ასევე შორეულ რეგიონებზე. მეცნიერებს არ შეუძლიათ ინტენსიური მიწისძვრის, ვულკანური ამოფრქვევის ან ცუნამის პროგნოზირება ისევე ეფექტურად, როგორც სხვა მოვლენების. მაგრამ ისინი მუშაობენ დედამიწის სეისმური აქტივობის უკეთ გასაგებად და იმის დასადგენად, თუ როდის წარმოადგენს ის რისკს. მაგალითად, ისინი იყენებენ ინსტრუმენტებს, როგორიცაა სეისმოგრაფი, იმის დასადგენად, თუ როდის ხდება მიწისძვრა და როგორია მისი სიძლიერე ან მაგნიტუდა. როგორც მცირე, ასევე დიდი ბიძგებიდან მიღებული მონაცემები შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს იმ მინიშნების დადგენაში, რომლებიც მიწისძვრის მოახლოებაზე მიუთითებს. ეს იმ ხალხს, ვინც რღვევის ხაზების გასწვრივ ცხოვრობს, უფრო ადრეულ გაფრთხილებას მისცემს საევაკუაციოდ ან მოსამზადებლად. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ შედეგებზე რეაგირება მოახდინონ. ინჟინრებს კი შეუძლიათ გამოიყენონ წარსული მიწისძვრებიდან ჩაწერილი მონაცემები შენობებისა და სხვა კონსტრუქციების შესაქმნელად, რომ მათ გაუძლონ მომავალში პოტენციურ მიწისძვრებს. მიღებული ცოდნის გაზიარება შეიძლება დაეხმაროს იმ ადგილებს, რომლებიც სეისმურ ბუნებრივ საშიშროებებს განიცდიან. ასე ისინი უფრო ბევრად ადრე მოემზადებიან და უფრო შეამცირებენ რისკებს. ბუნებრივმა საშიშროებებმა შეიძლება ბევრი ზიანი გამოიწვიოს, მაგრამ მეცნიერები ყოველდღიურად უფრო მეტს სწავლობენ იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ისინი და როგორ შეუძლია საზოგადოებას, რომ მდგრადობა შეინარჩუნოს. ასე რომ თუ აპირებ მაუნთ რაინერზე ან მთა რაინერზე წასვლას, მაგრამ გაარკვევ წინასწარ, რომ იცი რა გამოიკვლიეს მეცნიერებმა და დიდხანს ამოფრქვევა არ ელოდება, მაშინ მშვიდად შეგიძლია წახვიდე.
და ეს რაღაც თეორიული კი არ არის, ხალხი ამას რეგულარულად აკეთებს, იმიტომ რომ ამ დონეზე არის ჩვენი მომზადება ასეთი საშიშროების წინააღმდეგ, მეცნიერების დამსახურებით.